გურამ ფანჯიკიძის სპირალი არის ერთ-ერთი იშვიათი ნიმუში ქართული sci-fi-ის, სამეცნიერო ფანტასტიკის, რომელიც დაწერილია 80-იან წლებში. მისი შინაარსით საკმაოდ უცხო და უცნაური არის, მით უმეტეს ქართული ლიტერატურისთვის და რეალობისთვის. ერთხარეს ყავს მოხუცი პროფესორი აკადემიკოსი, რომელსაც რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საავადმყოფოში წევს და იმის გამო რომ არ ხერხდება მისი სხვანაირი მკურნალობა, მთავარი ექიმი სთავაზობს რომ მისი ტვინი გადანერგონ ახლად გარდაცვლილი ახალგაზრდა კრიმინალის სხეულში. ბუნებრივად მოყვება ისეთი რაღაც ეგზისტენციალური და ფილოსოფიური კითხვები, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ამ ქმედებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ვინ იღვიძებს საოპერაციო მაგიდაზე. საკმაოდ ისეთი უცხო და თითქოს ქართულ მწერლობას რო არ ეცალა ხოლმე, ისეთ თემებზე სალაპარაკო თითქმის გურამ ფანჯიკიძე და მაგ მხრივ ძალიან საინტერესოა. გარემოც საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება საბჭოთა საქართველოს ფონზე და თან შემოდის კრიმინალური ელემენტები, იმიტომ რომ ის ადამიანი იყო კრიმინალი, მას თავის კრიმინალური წარსული აქვს, რომელიც ეძახის და უცნაურად თან სათავგადასავლო, თან ფილოსოფიური და თან ეგზისტენციალური ნაწარმოებია. უნიკალურობით და ესეთი სახასიათო ფაბულით ნამდვილად გამორჩეულია ქართულ ლიტერატურაში და განსაკუთრებით იმ დროინდელში. ვურჩევდი ყველა ისეთ მკითხველს, რომელსაც უნდა რომ გაეცნოს ქართული ლიტერატურის ისეთ მხარებს, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ, აღმოაჩინოს ეს რაღაცნაირი დაფარული მარგალიტი მაგკუთხით ჟანრობრივად და შინაარსობრივად და მათთვისაც ვისაც უბრალოდ დროის გაყვანა უნდა, იმიტომ რომ მიუხედავად აი ამ ერთგვარი სიმძიმისა და ერთ შეხედვით მძიმე თემებისა, საკმაოდ მარტივად მიკითხება და კარგად არის დაწერილი. თითქმის ყველა ქალი პერსონაჟი, რომელიც შემოდის ნაწარმოებში აღწერილი არის არ მისი სილამაზით ან აზრებით, რომელიც ძირითადად ტრიალებს კაცების გარშემო, ერთი თავი ქალის პერსპექტივიდანაც კი არის დაწერილი და მაშინაც მთავარი ამოსავალი წერტილი არიან კაცები, რომლების გარშემოც ყველაფერი ხდება და რომლებიც თავარი გმირები არიან. მაგ კუთხითაც, აი თუ კი გვინდა დავინახოთ, რამდენად შორს არის წასული ქართული წერილობა და რამხელა განსხვავება ქალებისა მიდგომაში და მათ რეპრეზენტაციაში, კარგი შესაძლებელი მასალაც არის მაგ კუთხით, არც თუ ისე შორეული წარსულიდან 80-იანი წლებიდან დღემდე.